იარბაზი, იარაღის ბაზარი. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ძალიან მაგარი არის ის მანქანა სერიოზული. ეს უკვე არის საოჯახო ტიპი რა. აი სრულიად საოჯახო ტიპი არის. ვარ. მე ოჯახი ტიპი. უნდა ირჩიო ეს. ანუ ის არის სრულიად ლაქშერი რა. არა, ის ეთყობა კიდევ. ეს არის შუათანა ტიპი ლაქშერისა და პერფორმანს შორის. ანუ ამის სახელიც ასეთი არის, რეალურად ეს არის რეისინგის მანქანა, ანუ თვითონ როგორ უწერია, იცი? Family Sedan Sport. ბიგ ბოდიში არის თქო Sport Family Sedan. მაგრამ ამას ყავს ორი მოდელი. P7S New, P7 ეს ეძახიან და ასევე არის P7 ნორმალური ეს ვთქვით რა. რა განსხვავება მათ შორის? P7 პლუსი და P7 S არის. ის არის კომფორტული საოჯახო მანქანა, სედანი, რომელსაც არ აქვს ეხა იმ ხილა აჩქარება როგორც ამას აქვს, მაგრამ რინჯი აქვს სამოგიოდ იმას დიდი. ეხლა ამაზე ვთქვათ 220 ხა. იმას უფრო მეტი აქვს. ეხლა ამაში მე ჩავჯექი და კარები რომ მოხორე, სალდეს ვიჯექი თვითონ სამორჯელი გასწრო და რაღაცა და გერგება შენ. ანუ ყველა მანქანას აქვს ეგ ფუნქცია, უბრალოდ ზოგჯერ ჩართულია, ზოგჯერ არ არის ჩართული. მაგალითად ამაზე ჩართული აქვს რომ სიდენია მოგერგოს. და შემოგეკრას, შემოგეკრას ეხლა კოშური არ არის სიდენან, თორე შემოგეკრება, მაგრამ ისე დაგსვამს რომ შენ გესიამონო ჯდომა. რაც შეეხება უკვე რა, აი ამ მოდელს, ატო ეძახის საოჯახო მოდელს, თუ უკან ჩაიხედები. ნახე რა ხელ სივრცე აქვს ბავშვს? ბატონო და პლუს ეხლა ნახე. აი გამოწია მეორე მხრიდან ამოწია წინიდან. ხო, მასე. ეგ რა. და დასაყრდნობე. ნახე. მობილური რომ მიაქვს. კი. თან მყარია რომ მობილური რომ მიედება არ ჩავარდეს. აჰა. მაიცა? ალო. უკან არის ძალიან ისეთი. აი ზემოთ რა უნდა მეჭო ჩამოდის პირდაპირ. ეს მოდრა. აქედან შეშვი მაგარ. კი. უკანა სიდენის მოძრაობა შეგიძლია. ხო, მაგარია რა, ძალიან ვაკ ნახე ეს მოიცა. პანორამული არის? პანორამული აქ, ანუ შეგროს ეხა რაღაცა დიდი ფართობია, გარედან არ იმჩნეოდა, მაგრამ საერთოდ არ იმჩნევა გარედან რომ ამ სილმის არის. ხო, მატყუარა ის არის რა შესაძლოა. ძალიან. დღეს ბევრმა ადამიანმა მითხრა, არამედ დღეს გამეთ გუშინაც რომ აი ეს როგორ არის უფრო დიდიო. აი ეს მანქანა წინ რომელიც ნახე, ჯიძხრა, მაგას დიდი არის. არა, ამაში შეიძლება სიმაღლით არ არის დიდი, მაგრამ ზომაში სიგრძეში უფრო დიდი არის. ხო, არა, მაგარია, რა. ამის ფასი? ამის ფასი ზოგადად ეხა დღეს გვაქვს ფასდაკლებით 38-ში. და როცა უკვე რეალურად ჩვენ გადავალთ იმაზე, ჩვენ სერვისებში ჩვენ თანამშრომელი არის? როცა გადავალთ. კი, იმას აკეთებს პროგრამულ განახლებას და ის და გავყოჩდა. არა, პროგრამულ განახლებას აკეთებს და მარკეტოზ ის მაგრამ რეალურად მანქანა ეხა, აი ეს მანქანა არის საოჯახო ლუქს კლასი. ეხლა რაღაცა მინდა. გისმენ? რაღაცა დაიმართა რა. არ ვიცი, აი თქვა აი ჩაუტყდა. აი რამე შევერ რამე მოვალ თქვენთან. რა თქმა უნდა. სრული სერვისი ჩვენ ჩვენი სერვის ცენტრი, რომელიც გაიხსნება რუსთავის გზატკეცილზე 50 ნომერში, არის რემონტის ქვეშ. ამიტომ შეჯობეთ ეხა დღეს და ხვალ ყველა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რაღაცა რომ მოხდეს, ჩვენ დროებითი ესე ვთქვათ შეხება არ გვაქვს, მაგრამ მეგობრული ესტადებული გვაქვს სიტყვა, რომ დაგვეხმარებიან რამოდენიმე კომპანია. რომელთა შემდგომ უკვე დაზიანების მიხედვით რა დაზიანებაც იქნება, ისე გავურკვევით, სად გაგიშვებთ და რომელ კომპანიასთან გაგიშვებთ. მაგრამ ორ თვეში უკვე სრულფასოვნად როგორც პროგრამული უზრუნველყოფა, ისე სერვისული დაზიანებები იქნება, ზოგადად დაზიანება იქნება ზარის, თუ სერვისული მომზადება დაშვება მანქანას, ყველაფერს ჩვენ ჩავატარებთ. ცოტა ეს რედუქტორი იქნება თუ რა იქნება? აქეთ გამოხმარ. საის მინდოდა აი ამის მენახებია თქვენთვის. ამის სავარგული არის, რადგან ოჯახი ვახსენე, აი თუ შეხედავ რა ხილაა პროსტა. სავარგულში მე უნდა ჩავჭო. თან ყველაზე კარგი. აი აქ შეხედავ. ბატონო დავით, მოდიშით რა? დატენი ჩვეულებრივ მაგრამ. აქ რაღაცა შეგიძლია რომ რაღაცა მოყუჩდი, მობილური შეერთო, დაიხურო და მინდიშვიდი რა. კი.
არ ვიცი ეხლა საზღვაზე წახვარ, სადღაც ხომ. სადაც ამ წახვიდე? ო, არა, მაგარი. გაქვს იმის ესე ვთქვათ. აი ყველაზე მაგარი ის არის, რომ მომსახურება უნდა კონდეს მანქანას რა. აქვს და ექნება სერიოზული დონის უმაღლესი დონის მოსახურება ექნება ამ მანქანებს. ხო, აი ახლა ისე რომ თირკმელი გაყიდო და ვაიმე იქ მივედი და არა, მანქანას όσο იძენ ჩვენთან მოყვება გარანტია სრული. 5 წლიანი გარანტია, სამწლიანი ინფრასტრუქტურის სერვისი და სრული პროგრამული უზრუნველყოფა. როცა უნდა გჭირდეს რეკოლები რო არსებობს მაგალითად მანქანების, ჩვენთანაც იგივე რეკოლი იქნება. ანუ ვიყიდე და კი, ასევე ტრეიდინგის ფუნქციაც იქნება. ჩვენგან ნაყიდი მანქანა შეგიძლიათ მომავალ წელს, როცა მოგინდებათ, რა, აი ახალი წლის მანქანა გამოვიდა, 27 წლიანი მანქანა გამოვიდა. გადასვათ 27 წლიან მანქანაში. და უბრალოდ პატარა ის იქნება რა, თავს ტრეიდინგი არის და მანქანას უკვე გარბენი ექნება. პატარა ისე თუ შეღავათ უნდა გაკეთოთ თქვენი მხრიდანაც. ო, არა, კი, მაგარია. ესენი რატო ყველაზე ეს გამოწეული ეგ ეს არის თავისებური სტილი. აი თუ იცით Tesla-ს რომ მოდის, ტაქსები რომ მოდის და რო არ იცის ახლა ადამიანმა რომ საიდან გავაღო, რა ვქნა რა, აი როგორ გავაკეთო რა, ეს ის არის. ესე უნდა დააჭირო და გამოვაყო. თვითონ არა, ნახე პირდაპირ. ეს ხო? არა, რომ დახოქაო ეს ჩადის თუ ესეა. რო დაიზროვე მანქანით, უკვე ეს იხურება. ავტომატურად. მოდი აქ ერთი ანუ, ეხა ნახე ესევე. აი ჩაუწო ჩუშას და გარედან რო რა პარკინგზე დავაჭერე ესე დარჩება? არა, აი დემონსტრაციას მოვახდენ ეხა. აქ არის ჩაკეტვის ღილაკები, მანქანის აი ჩაკეტვის ღილაკები, გარედან დავაჭერო, აი დავინახოთ ეს აშვება. დაიცა კარები გაგვიღეს. უკაცრავ კარები დავკეტოთ. აი ხო დავკეტავ. აი ჩავიდე. ნუ გადმოვიდი მანქანას გქონდა, მოვედი. კი. თუ გაქვს შენ აი ესე ვთქვათ ჯიბესთან ან ხელში ბარათი, ანუ ამას აქვს master account-ი ტელეფონით, NFC ბარათი და ასევე გასაღები. კი, როგორც Tesla-ს აქვს. და რომ მოდიხარ რეალურად ამ მანქანასთან. მანქანა ხდება ის როგორც აი smart controller აქვს გაღება და გეტყვის და შემდგომ უკვე პირდაპირ ავტომატურად აღჭირდება არაფრის გაკეთება, აი ესე დააჭერ და გააკეთე. ეს უნდა ჩავშე რა. კი არა, პრობლემა დაჭერ. მეკიდან ჩავ. და აქ ინტერესებს შიგნიდან ყველა მანქანას აქვს ორმაგი შუშა. ორმაგი შუშა რას ნიშნავს? თვითონ გვერდზეც? აი ნახე. ნახე და კვირდი როგორ არის? დაუსვი ორი ფენა შუშა აქვს. ო, ამას მაცივარი აქვს უპენარდი ფიქრო. ყველა ესეთ ექსკლუზიურ მოდელს ჩვენ ბოლო დონის მოდელს აქვს. არა, აი მასაჟორიც გარეშე მაგდა კარგად. ჰა? ჩართულია მასაჟორი მანდა ეს? არა, მაგრამ ის იყო შეგიძლია მაგარი, აი ტიტი, ესეც მაგარია და ეს აი მე რა ეს ნახე რა ხე. მოგლეთ. ო, სულ არ ვიცი რა, ალბათ მე თან ახ ეს ინთება, ხო არ ვიცი. ანუ ნახე ესა. კი, განათება არის აქ ჩაულებრივ. ჭერია. ანუ ჩემი. უი, განათება არ გვინახია ჩვენ რეალოდ პეშვიჩში. მწვანე მანქანაში. რა განსხვავება აქვს რა, შიგნიდან ინთება რა მე. ეს რაღაცა ჩვეულებრივ განათება იგივენაირი, უბრალოდ ესე ვთქვათ, არ გამოჩნდა ჩაგაცული იყო საჩაუჯექი და გამოჩნდა ეგეთ ატომაც არა. მოდი შევიჭამო. გადი შენში. და გასწავლი როგორ შარტო ფერები. აი ნახე, ეს დავყიდოთ მოდი. კამერაც უკან მოჩვენოთ. აი აქ თუ შეხვალში. რეალურად მანქანის ღილაკს დააჭირე. ხალხა დააჭირე ახლა. ნახე, აი ambient lights რო წერია. ეს ამას რო დააჭერე. ფერის აწევა შეგვიძლია, ბოლომდე ნახე როგორ გავაკეთე და ასევე არის განსხვავებული ფუნქციები. Fixed brightness-ის mood, follow speed და ასევე მუსიკა თუ გაქვს ჩართული, მუსიკას მიყვება, მუსიკის ბითებს მიყვება ეს განათება. ასევე აქვს თავისი ფუნქცია. სალონის განათება. სალონის სრული განათება. თან სალონის განათება მარტო გვერდებში კი არ არის. ჭიქის შესაძლებშიც განათება არის. ნუ სიმღერაში დახედო, სალონში შუქი არ მინდა პრობლემა. თან ასევე აი აქაც რულთანაც აქვს თავისი განათება, რომელიც მიყვება თლიან მანქანას. აი ხა ნახე? კი, ყველას მართავ. ეხა ნახე? რა, აქ ჩავიდეთ ეხა. ჩემი themes რომ მივცეთ, შეგიძლია ამოიჩიო განსხვავებული მაგრამ ფუნქცია. აი ნიუსტი და ეხა მაგალითებში გადავა. ეს რაღაცა შიგნიდან არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. ეს არის კი. ეს სასტუმრო. პირდაპირ შევით სასტუმრო არის. სულ სხვა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო არის ეს მანქანა. აი მითხარი ამას კიდე თქვენ რა ქვია? Xpeng. ჩინელებისთვის Xiaopeng. Xpeng Georgia, აი კი, Xpeng Georgia.
აქედან ვნახოთ. მოდი აი სახე. აქ წინ. ანუ მოდი. ჩვენი ნომერი აღგზავნება რომ მისამართაც იქნება და ასევე ჩვენი ეს ხო სახელი. ანუ ეს გადაიღე? არა, უფრო შიგიდან უფრო ის სხვანაირ რაღაცას ვეროდები და უფრო მაგარი. გარედან ვითომ ისეთია, მაგრამ შიგიდან უფრო. აი, ამიტომ დავამთავროთ ამ მაგარი მანქანის განხილვა ძმა ამ კომპანიას და რა ვიცი, რო გავიზდებით მე ვიყავ რა ბატონო. დიდი მადლობა. ჩვენ სულ თბილი გულით მიგიღებთ. აი ხა. აბა. მაგარი. იარბაზი, იარაღის ბაზარი.